ოკეი, კარგი, ჩაწერა მოკლედ დაიწყო. ეხლა გაგინაწილებთ ჩემს screens. ეხლა უნდა განაწილებულიყო, ხო? ხედავთ არა? კი. კეთილი. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი ლექცია, ფაქტიურად მეოთხე ლექცია, მიუძღვენი ერთ თემას კონკრეტული მაგალითით. მე მგონია მეც ნელ-ნელა ვერ გები ამ მუშაობის ამ ფორმას, უნდა გამოვწყდე რომ ქართულ აუდიენციასთან იმდენი, ანუ სასწავლო აუდიენციასთან ისეთი დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ნელ-ნელა მეც ასე ვთქვათ ამ ფორმას რაღაც მოვძებნი, რაც ჩემს წინა წარმოდგენასა და რეალობას შორის, რომელიც ეს კვირეებია მაქვს, ალბათ რაღაც საუკეთესო ნაზავს და ბალანსს შექმნის დიდაქტიკურად. თემა არის კორპუსულ მონაცემთა ვიზუალიზაცია და ვიზუალიზირება, ვიზუალიზაცია არ ვიცი რომელი არის უფრო მიღებული ქართულში, მაგრამ არსებობს გავიგონე სადღაც რომელიღაც კონფერენციაზე ცნება განსურათება. მომეწონა ვიზუალიზაციის მაგრად შეგვიძლია განსურათებაც მოვიმარჯვოთ. რატომ არის ეს თემა კორპუსული ანალიზისათვის რელევანტური თემა, ამ თემაზე მინდა რომ დასაწყისში თქვენთან ერთად ვისაუბრო. ზოგადად, კვლევის დროს ყოველთვის არსებობს წინარე განსჯა იმის შესახებ, თუ რას ვეძებთ. არსებობს ამგვარი წარმოდგენა, რომ ნამდვილი ემპირიული კვლევა, ასე ვთქვათ, პატიოსანი ემპირიული კვლევა ეფუძნება ერთ მიმართულებას, ანუ ცალმხრივი მოძრაობის ქუჩასავით არის წარმოდგენილი. კერძოდ, ვიღებთ მონაცემებს და მონაცემების ბაზაზე ვავითარებთ თეორიულ აბსტრაქტულ თეზას. ანუ აი ეს მიმართულება მონაცემებიდან თეზისაკენ. არსებობს ამის მეორე საპირისპირო პოზიცია, სადაც ვამბობთ, რომ იცი რა მონაცემებისგან დამოუკიდებლად ჩვენი აზროვნების, ჩვენი ასე ვთქვათ, წინ ცოდნის ბაზაზე ვიღებთ რაღაც აბსტრაქტულ კონსტრუქციას, აბსტრაქტულ კონცეფციას, თეორია დაარქვით, თეზა დაარქვით, ჰიპოთეზა დაარქვით და მერე ამ ჰიპოთეზის შესაბამის კონკრეტულ მაგალითებს, ემპირიულ მონაცემებს ვეძებთ. ანუ ეს არის საპირისპირო მიმართულება. უფრო მეცნიერულ ცნებებზე რო გადავიყვანოთ, ეს ორივე მიმართულება პირველი მონაცემებიდან თეორიისკენ აღიქმება როგორც ინდუქციური მეთოდი და საპირისპირო მიმართულება თეზისიდან მონაცემებისკენ როგორც დედუქციური, ინდუქცია და დედუქცია. ანუ მასალიდან გამომდინარე თეორიისკენ არის ინდუქცია. ეხლა წარმოიდგინეთ, რა ვიცი, აი თქვენი ზოგადი განათლებიდან აი შერლოკ ჰოლმსის ქცევა მაგალითად, ხო? მაგას შეუძლია მაგალითად არაზროს არ ენახოთ, მაგალითად წვეთი წყლიდან დედუქციურად გამოიყვანოს ნიანგების არსებობის თეორია. თუმცა ნიანგები ცხოვრებაში არ ენახოს, ხო? დაახლოებით ამგვარი რამეა. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ხელოვნური გაყოფა მეცნიერული კვლევის. ძალიან ხელოვნური შავ და თეთრ ფერებში გაყოფილი წარმოდგენა. რეალობა არის ცოტა სხვანაირი, რეალობა არის სადღაც შუაში. მე არ მინახავს არანაირი ემპირიული კვლევა, რომელიც იძლეოდეს ერთ წამით. დავინახო ახალი შემომსვლელი არის თუ არა ვინმე, მაგრამ მე მგონი ეს ცნობასაც მომაწვდის ამის შესახებ. ხო, მე არ მინახავს ემპირიული კვლევა, რომელიც აბსოლუტურად შიშველი იყოს თეორიული, აბსტრაქტული პრერეკვიზიტისაგან. ანუ მიდიოდეს მონაცემებთან ისე, რომ საერთოდ არ ქონდეს არანაირი წინ თეორიული განწყობა. მაგრამ ასევე არ მინახავს არანაირი, ასე ვთქვათ, მოსაწყენად თეორიული ნაშრომი, რომელიც რაღაც დონეზე წინ საღამოს თემაზე დაიწყებს, სულ მცირე ემპირიული მონაცემი მაინც არ ქონდეს ოპერირებისათვის. ანუ ესე შავ და თეთრი ეს არ ხდება. არსებობს ერთი, მე მგონია,
ყველა ენობრივ ვარიანტში, როცა ინდუქციას და დედუქციას შეადარებთ, ვიკიპედიაში ყველაზე ხშირად გავრცელებული მაგალითი არის თეთრი და შავი გედის მაგალითი. ანუ თუ კი დაუშვათ, რომ მე მაქვს ასეთი თეზა. დედამიწაზე არსებული ყველა გედი არის თეთრი. ეს არის თეზა, ეს არის თეორიული თეზა. დედუქციური მეთოდი იქნება მოვიკიდო რუგზაკი, ჩავიცვა სამოგზაუროდ გავემზადო, მოვიარო დედამიწა და აღვწერო ყველა თეთრი გედი. ანუ ეს ფურცელი დავიჭირო და რომ შევხვდება თეთრი გედი, მოვნიშნო და რომ მოვილებ, ვიტყვი რომ იცით რა, ჩემი თეორიული თეზა, ანუ ჩემი აბსტრაქტული თეზა, ყველა გედი არის თეთრი, აი მე ამ მონაცემებით დავადასტურე. ეს არის ერთი შესაძლებლობა. მეორე შესაძლებლობა არის უფრო ემპირიულ კვლევასთან ახლოს არის, ანუ ცოტა ის მეთოდი, რომელიც ჩემთვის ასე ვთქვათ, ახლობელია. ასევე გავემზადო სამოგზაუროდ, მოვიკიდო რუგზაკი, ჩავალაგო, რა ვიცი, პროვიანტი, წავიდე, მაგრამ არა თეთრი გედების, არამედ იმ ერთადერთი შავი გედის მოსაძებნად, რომელიც სადღაც ასევე შეიძლება არსებობდეს. ესე იგი, მე როცა მხვდება თეთრი გედი, ამას არ მოვნიშნავ. მე ვეძებ გედებს, სანამ არ შემხვდება შავი. და როცა შემხვდება შავი გედი, ვანებებ კვლევას თავს, ბრუნდები უკან და ვამბობ ესეთ რაღაცას. ჩემი თეზა არ არის ყველა გედი არის თეთრი, არამედ ჩემი თეზა არის ყველა გედი არ არის თეთრი. რა არის ამას არ ვამბობ. მაგრამ ვამბობ, რომ თეზა ყველა გედი არის თეთრი, არასწორია. სწორია, ყველა გედი არ არის თეთრი. ეს არის ინდუქციისა და დედუქციის ყველაზე, ასე ვთქვათ, როგორ ვითხრათ, ანეკდოტური მაგალითი. ხო. ხანა შემოგვიერთდა და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ვიზუალიზაციაზე, მე უნდა ვაღიარო, რომ ეს ბოლო წლების ტენდენციაა კორპუსის ლინგვისტიკაში და ზოგადად მონაცემთა მეცნიერებაში, data science, სადაც წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად ყოველგვარი თეორიული განწყობის გარეშე ხდება მონაცემების ოპერაციონალიზება. და როცა ჩვენ ამას ვლაპარაკობთ, მე ხშირად მიფიქრია, რა დევს, რა მეთოდი აირჩევა, ანუ რა მეთოდი ამართლებს კვლევისათვის, სადაც ჩვენ აბსოლუტურად შეგვიძლია დავიცალოთ ყოველგვარი თეორიული განწყობებისაგან, ყოველგვარი თეორიული პრერეკვიზიტებისაგან. და წინ ვიტყვი დღევანდელი, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომ მონაცემთა ვიზუალიზაცია, სწორედ მონაცემთა განსურათების, ანუ ეს არის ტექნიკური პროცედურა, აი ამ პროცედურის შედეგად ჩვენ მოვიმარჯვებთ პერსპექტივას, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს აქამდე უკვე ნაცნობი, აქამდე უკვე, ასე ვთქვათ, მიხვედრილი თეორიები და თეზები და ჰიპოთეზები აბსოლუტურად სხვა პერსპექტივიდან დავინახოთ. ამიტომ ხშირად ამას ოპერაციონალიზირების ვიზუალურ ფორმას ეძახიან, ანუ პროცედურის, ეს არის გარკვეული ტექნიკური პროცედურა. ეს შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ბაზაზე და ეს არ იყო შესაძლებელი მე-19 საუკუნეში ან მე-18 საუკუნეში ან ელინური ეპოქაში. ეს არის კომპიუტერული ეპოქის და სულ ბოლო წლების, შემიძლია ვთქვა, მე ვიტყოდი ბოლო დეკადის, აი 2000 წელს არ იყო, ან და პირველ დეკადაში ჩვენ საუკუნის არ იყო. და მოხდა ამგვარი რაღაცა, რომ ჩვენ შეგვიძლია რეალურად სემანტიკა განვასურათოთ. ჩვენ შეგვიძლია ტექსტის შინაარსი ვიზუალური ფორმით აღვიქვათ. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სურათებით, გრაფიკული ფორმებით რელაციები, რომელიც ტექსტში არსებობს და მერე ჩვენს, ასე ვთქვათ, ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს განათლებულობაზეა დამოკიდებული, აი ამ დანახულში რაღაც დასკვნები გამოვიდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვაქვს უკვე აი ამ პროცედურით, აი ამ ტექნიკური პროცედურით აბსოლუტურად ახალი სათვალე. ახალი სათვალე, რაც
უკვე ნაცნობ მასალაზე გვაწვდის დამატებით პერსპექტივას და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, აქვს თუ არა ამას ნამატი, ანუ მარგი ეფექტი, additional value, ესე იწერება, გერმანელებს უკეთესი ცნება აქვთ მეავეათ, ასე დავთქვეს, მომწონს ეს სიტყვა, ანუ ნამატი ეფექტი. ინგლისურ სტატიებში, ამერიკულ ინგლისურ სტატიებში ხშირად ნახავთ ესეთ აღწერენ რაღაც მეთოდს და ბოლოს წერს so what. და რა გამოვიდა ახლა აქედან? კაი, ავიღეთ რაღაც აი ერთ რაღაცას გეტყვით, ერთ მაგალითს გეტყვით, აი და თქვენი ფანტაზია აათამაშოთ. წარმოიდგინეთ ასეთი ინსტრუმენტი, корпуსული ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ვექტორებით ერთმანეთთან დააკავშიროთ ადამიანებს. წარმოიდგინეთ თეატრალური პიესა, სადაც მოქმედებს 10 პერსონაჟი. წარმოიდგინეთ უკვე 10. ციფრი გვაქვს. და ჩამოვწეროთ ამათი სია. ნუ სია არ არის ესეთი ვიზუალიზირება, რომელიცაც ექნებოდა მარგი ეფექტი. ეხლა ალფაბეტის მიხედვით ჩამოვწერთ, თურის მიხედვით ჩამოვწერთ, აი თუ კი ვიტყოდი, რომ მოდი ჩამოვწეროთ სია იმის მიხედვით, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს ამ პიესაში. და უკვე დავინახავთ, ვინ არის მთავარი პერსონაჟი და ვინ არის არამთავარი პერსონაჟი. ამგვარ განსურათებას ექნებოდა მარგი ეფექტი, ნამატი ეფექტი. ეხლა წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა. მართლა არსებობს ეს ინსტრუმენტი და მინახავს მე სხვათა შორის გამოვცადე ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელზე. შევიტანე ყველა პერსონაჟი და ერთ მხარეზე ვკითხულობდი აი ამ პოემას კიდევ ერთხელ და ვაკეთებდი შემდეგ კომენტარს აი ამ ინსტრუმენტში, ვინ ელაპარაკება ვის და ერთმანეთს უკავშირებდი ამ ორ პერსონაჟ ვექტორით. მერე ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთთან ლაპარაკის დროს ვიზე ლაპარაკობს და ამ ორს უკავშირებდი მესამე პერსონაჟი. მერე ერთმანეთთან ლაპარაკის სიხშირეზე დამოკიდებული იყო ამ ვექტორის სიმუქე და სისუსტე. ასევე მესამე პირზე ლაპარაკის დროსაც ვისაც ესენი საუბრობდნენ, ასევე შემეძლო ინტენსიურობა ამგვარი დიალოგების აღმენიშნა ვექტორის სისქე სისუსტე. ხა წარმოიდგინეთ ქსელი, აი უბრალოდ ფანტაზიაში. წარმოიდგინეთ მთელი ეს ქსელი. ხო? ეს არის ერთ-ერთი ვიზუალიზირების ერთ-ერთი ფორმა. ეხლა თქვენ მკითხავთ, ეს პუნქტი 4 რო წერია განსურადების მარგი ეფექტი. აი ამის ეფექტი რა არის? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის უბრალოდ პიესის წაკითხვის ერთ-ერთი ფორმა. პიესის შინაარსის დანახვის ერთ-ერთი პერსპექტივა. მე არა ვარ ლიტერატურათმცოდნე, მაგრამ იცით მე ეს ანალიზი გამოვიყენე გეტყვით რა დროს. ერთის მხრივ ავიღე ორიგინალი ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელის და მეორეს მხრივ ავიღე თარგმანი, გერმანული თარგმანი. და ორივეში გავაკეთე ერთი და იგივე ანალიზი და დავინახე დისონანსი. მე ხლა შემიძლია ვიღაც 10 წლის, 20 წლის მერე შეიძლება გველის მჭამელი კიდე ითარგმნოს, ან და ითარგმნოს სხვა ენაზე. მე მქონდეს აქ ორიგინალის ქსელი და მე მქონდეს ნათარგმნების ქსელი. მე სულ შემიძლია დავინახო რა მხელათი შორდება ერთმანეთს, რა დისტანციაზე გადის ორიგინალი და ნათარგმნი ან არა. და ამის მიხედვით შეიძლება დავასკვნა, რამდენად ავთენტურია ეს თარგმანი და რამდენად არა. აბატონო, მაგალითად ერთი გამოყენების მაგალითი. ანუ მე მინდა ერთი რამე გითხრათ. პირველი, მეორე და მესამე პუნქტი აქაც წერია, არ არის პრობლემა. ტექნოლოგიური პროცედურებია და მიტო. ეს ამას ყველაფერს პირველ, მეორე და მესამე პუნქტს აკეთებს კომპიუტერი. და მე თქვენ ახლა მაგალითებს გაჩვენებ და თქვენთან ერთად ცოტა ასე ვთქვათ, ტვინის გიმნასტიკა გვექნება. მეოთხე არის ჩვენი საქმე. მეოთხისთვის, აი მეოთხის აღსაქმელად და მეოთხის ინტერპრეტირებისათვის ჩვენ გვჭირდება ბაკალავრიატი, მასტერი, დოქტორანტურა და განათლება და ცოდნა. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, დიდი გამოწვევა. მე მინდა შემდეგ ფაილზე გადავიდე და გაჩვენოთ გითხრათ ერთი გვარი და სახელი, ეს არის ლევ მანოვიჩი. მე მქონდა ბედნიერება მის ლექციებს გერმანიაში დავსწრებოდი, ეს არის ამ წუთში ის არის მოსკოვში, ნიუ-იორკში, კოლუმბია უნივერსიტეტში. მან სპეციალური ლაბორატორია დააარსა, კულტურული ანალიზის ლაბორატორია, თუ კულტურის ანალიზის ლაბორატორია, წარმოშობით არის მოსკოვიდან
და ამ წუთში არის ერთ-ერთი ყველაზე ძალიან პოპულარული მისი აუდიტორიები არის ყოველთვის სავსე და ეს არის ძალიან ძნელად მოსაწვევი ადამიანი. რა გააკეთა ლევ მანოვიჩმა? წინა ფოლიაზე გითხარით, რომ კვლევა თეორიული პრერეკვიზიტების გარეშე. ანუ ლევ მანოვიჩმა თქვა ესეთი რაღაცა. იცი რა, მე ვიღებ მონაცემებს, არ მაინტერესებს რა მონაცემებია, რატოა, საიდან არის და რა თეზა მაქვს. უბრალოდ ვიღებ მონაცემებს და ვაკეთებ მის სხვადასხვა ფრივ ვიზუალიზირებას. რას ხედავთ თქვენ ახლა აი ამ სურათზე? მე მინდა ამ სურათის შექმნის პროცესი გაჩვენოთ. აქ არის YouTube-ის ესა რა ქვია, ლინკი, სადაც თქვენ შეგიძლიათ, სადაც ჩვენ ახლა ყველა შეგვიძლია აი ეს ნახოთ. 4535 cover-ი ჟურნალისა Time დაწყებული პირველი cover-დან დამთავრებული ბოლო cover-მდე, ანუ წინა გვერდამდე. უბრალოდ გვერდ დალაგებული ერთ, ანუ თვალისათვის აღსაქმელ ერთ string-ზე, ხაზზე, ანუ ერთ სურათზე. ეხლა Time მაგაზინი არის დაახლოებით DIN A4-ის ზომის. ეხლა წარმოიდგინეთ 4335 ცალი გვერდი. აი ეხლა რაც ხდება screen-ზე, რასაც თქვენ ეხლა აკვირდებით. ხო? დაველოდოთ, სანამ დამთავრდება. და როცა მე საუბრობდი განსურათების პროცედურაზე, ტექნიკურ პროცედურაზე, გულისხმობდი იმას, რაც ეხლა ეკრანზე ხდება. მოიცა ესე გავჩერდეთ. მოიცა ხა დავაკვირდეთ, მე არ ვიცი რა მხელა არის თქვენი კომპიუტერები, მე აქ ძალიან დიდი ისა მაქვს, აქ ეს მოღუნული ისა მაქვს, რა ქვია. მონიტორი ძალიან დიდი და აი ხა რომ დავაკვირდები, პირველი, რასაც რა აზრამდეც მივდივარ, არ შემიძლია არც ერთი ცალკე აღებული cover-ის აღქმა. მეთანხმებით ამაში. ცალკე აღებული ვერ აღვიქვან ვერტებს, მაგრამ მე აღვიქვამ სექტორებს. სადაც შედის შეიძლება 50 cover-ი ერთად. მე აღვიქვამ სექტორებს და მე აღვიქვამ მონაკვეთებს, მთელი ამ სურათის მონაკვეთებს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პირველი cover-ი გამოვიდა 1923 წელს. ბოლო, რომელიც აქ არის მოცემული, არის გამოსული 2009 წელს. და ის გამოდის თვეში ერთხელ. მე მგონია, არა, კვირაში ერთხელ, weekly-ია. ხო, კვირაში ერთხელ. აი წარმოიდგინეთ. კეთება შენი აზრით, აი ხა რას ვხედავთ ჩვენ მონიტორზე? იმის მიღმა, რასაც ვხედავთ. რა ვიცი, სექტორებს ვხედავთ კი ბატონო, აი კვადრატებს შორიდან რო დავაკვირდეთ, მაგრამ კიდევ ნუ შორიდანაც გაირჩევა, რომ სახეები არის. მესმის, მაგრამ იმის მიღმა, რასაც ვხედავ, აი რაც ახლა ჩამოთვალე. ამის მიღმა რა აბსტრაქტული იდეა გაგიჩნდა? აი პირველი რა მოგივიდა თავში, რომ რას ხედავ ახლა შენ მონიტორზე? სიმრავლეს. სიმრავლეს კი ბატონო. ინფორმაციის სიმრავლეს, ასე ვთქვათ. ინფორმაციის სიმრავლეს. აჰა, ანუ შენ თვლი, რომ ამის უკან რაღაც ინფორმაცია იმალება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ვერ აღიქვამ. იცი, აი დაახლოებით შუანას ზედა ნაწილში, დაახლოებით ხელმარჯვნივ არის ჰიტლერის სურათი, რომელიც გადახაზულია. ანუ თქვენ დროის თვალსაზრისით რო წარმოიდგინოთ, შუანა ნაწილი არის 1930-იანი წლების ბოლოდან, აი 40-იანი წლები რო იცოდეთ. ანუ შუას ზევით არის 40-იანი წლებიდან უკან და შუას ქვევით არის 40-იანი წლებიდან დღევანდლამდე. ეთერში რას ფიქრობ, რას ხედავ? იმის მიღმა, რასაც ხედავ. ნუ რაღაც გარკვეულ ფერებს ქმნის, რაღაც ცოტა ისე ფერწერის ისა აქვს სახე, თითქოს აი რაღაც ლამაზია რომ და ერთი სურათია, ხო, ერთი მოზაიკა. ანუ თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც რაღაცას ქმნის, რაღაც სურათს ქმნის, რომელსაც. ჰანა, შენ რა სიტყოდი? რა იდეა მოგივიდა თავში, როცა ეს სურათი დაინახე?
მთლიანობაში. თქვი, აი ჰანა, რაიმე, აი ლექსები ხო დაგიწერია ცხოვრებაში. აი რაღაც პოეტური ინტერპრეტაცია. არ დამიწერია. არ დაგიწერია. ანუ შენ რომანტიული ტიპი არა? არა. კარგი, მაშინ რამე პროფესიული ინტერპრეტაცია მიეცი ამ სურათს. იცი პირდაპირ გითხრა, ხედავ ამაში, აი ამგვარ განსურათებაში, ანუ ეს გვეუბნება იმაზე მეც, ვიდრე ის არის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. პირველი სურათი არის 1923, ბოლო სურათი არის 2009. აი დიაგონალზე რო გა. ჩემი აზრით იმაზე მეტ ინფორმაციას არ იძლევა, რაც არის. უბრალოდ აი, როდესაც დასათაურებული არის, ეს უკვე აზრს უქმნის იმას, რასაც ვხედავთ, ასე ვთქვათ. ანუ წერიათ აი გაზეთი ჟურნალის ყდები 1923-2009 და უკვე ვიცით რა ხდება აქ. მაგრამ ისე მეტი არსი თან ერთგვარად აი გააჩნია როგორ დააზუმებ თვალით, ანუ არა, ზუმი უნდა დაუტოვოთ, მანევისმა პროგრესი ჩანს აქ. ანუ მე პროგრესს ვხედავ, აი პროგრესიო, რა პროგრესი ხედავ? აი ძველ ფოტოებში შავ-თეთრი და უფრო მოსაწყენია და მე ნელ-ნელა ფერადდება და თითქოს ადამიანები უკვე აღარ აღწევენ რაღაც ყურადღებას შავ-თეთრზე და ცოტა ინფორმაციას და უფრო ჭრელდება და რაღაც მეტ იმას ინფორმაციას ესე ვთქვათ გვაწვდის, გვატენის ასე უფრო ფერადი და ჭყეტელა გზით. აჰა, კი ბატონო, აი მეც ამას გულისხმობდი, რომ თავიდან გვაქვს შავ-თეთრი, არის ცალსახად და მარტივად სტრუქტურირებული, ანუ accessibility, ანუ რა ქართულად როგორ დავარქვათ, accessibility. ანუ აღქმადობა, ტვინში შეძლადობა არის შედარებით ძალიან მარტივად სტრუქტურირებული. მერე მოვდივართ და მერე ფერადდება. ეს უკვე ტექნოლოგიური ნახტომი შეიძლება იყოს. ბატონო? ხო, და არაფერი ჩემთან ერთად სხვასაც აგზუმი და ხო, კეთილი. ხო და კარგა მითხრას. ხო და აი იამ რაც თქვა, მერე ვხედავთ, რომ აი შვანაწილის ქვევით ეს რომელი წლებია, დაახლოებით არის წლები, როცა სამყარო მშვიდობიანია, ადამიანებმა ომი გადაიტანეს. აი თუ გაიგიათ flower power, აი Woodstock 1969 Woodstock-ი გაიგიათ? ჰანა ხო გაიგია Woodstock-ი, ხო? ხო, რა ვიცი, ვინ დავასახელო, ეხლა Woodstock-ები არიან ყველა ისინი, რა ქვია. ნუ ბევრ პლანს ეწევიან, ჩანს ეს რა, ბევრ პლანს ეწევიან, ა? ჰიპები, კი, რა თქმა უნდა, იცი რა, სამყარო გახდა, სამყარო რომ მართლა დივერსული გახდა, სხვათა შორის აი ეს ფერების მატებაც არის გარკვეული სამყაროს დივერსიფიცირების და ასევე დემოკრატიულობის ინტერპრეტაციის ბაზაც. ხო? აბსოლუტურად აი ეს აღქმაშიც უკვე სამყარო არის ძალიან პრეტენზიული და მომთხოვნი და ეს სიმარტივე აღარ არის. ეთერს ეღიმება და რატო? რაღაც იდეა მომივიდა, შეიძლება დავასათავროთ, როგორც ჩარლი ჩაპლინიდან ბობ მარლიმდე. ხო, რატომაც არა. ხო, ანუ ჩვენ ახლა ვხედავთ ეპოქას და ამ ეპოქის სექტორები შეგვიძლია უბრალოდ ავიღოთ. ხალხო, თავარი რა იყო მე რაც გითხარით აი ამ დასაწყისში, რომ ჩვენ ფაქტიურად არა გვაქვს ჩვენ აქ არ ვამოწმებთ არანაირ ჰიპოთეზას. აი ეს არის პრობლემა. ჩვენ როცა რაღაც მონაცემს ვიღებთ, ამ მონაცემს ვიღებთ, ჩვენ არ ვეძებთ თეთრ გედს, ან ვეძებთ შავ გედს. ჩვენ ჰიპოთეზა არ გვაქვს. როცა ამ მონაცემებამდე მივედით, ჰიპოთეზა არაფერი არ გქონია, უბრალოდ დავინახეთ მონაცემები. და სხვათა შორის ლევ მანოვიჩმა ეს თქვა, რომ იცი რა, მე ყოველგვარი პრერეკვიზიტების თეორიული წინა განწყობის გარეშე მივდივარ მონაცემებთან და უბრალოდ ვაცლი მონაცემებს, მითხრან მე ის საქმე რაც უნდა. და ზუმი რო ახსენე, ეთერ მგონი შენახსენე, ზუმზე არის დამოკიდებულიო. მანოვიჩმა აიღო 1 მილიონი ფოტო, აქ 4000-ია. ეხლა წარმოიდგინეთ, აიღო 1 მილიონი ფოტო სურათი, რომელიც ატვირთული იყო Instagram-ზე. და ეს ყველაფერი გააწყო 1 მილიონი ფოტო timeline-ზე, რაღაც 12 თვის მანძილზე. და ერთ-ერთი წელიწადი, ხო? და ეხლა რაც არ უნდა მოგენდომებია და თვალი დაგეძაბა,
ცალკე ფოტოს და რა ვიცი 10,000 ფოტოსაც ვერ გაიგებდი რა იყო. იყო შტრიხები და ერთ ადგილზე იყო სულ ძალიან ინტენსიური შავი შტრიხები. ეს იყო ის ფოტოები, რომელიც აიტვირთა ინსტაგრამზე Hurricane Katrina-ს დროს. Hurricane Katrina ხო გაიგეთ, რომ გადაუარა ტეხასს და კარიბის ზღვას და ყველაფერი გადაადა ჰაიტი მაგალითად როგორც ასეთი მიწასთან გაასწორა. ანუ ფაქტიურად აი არ ვიცი რომელმა თქვენ განმარტო, თუ კი ვიცით რომ სათაურის ზევით რომ Time Magazine და ეს წლებიო, მე ვიწყებთ ერთმანეთთან ამის ინტერპრეტაციას, ხო? ანუ ეს მინიმალური ცნობა გვაქვს, ხო? მაგრამ ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, მაგრამ ამ პერსპექტივისთვის ჩვენ ვართ მომზადებელი. ანუ ტექნოლოგია ამ შემთხვევაში წინ არის, ვიდრე ჩვენი მეცნიერების შეკვეთა. ხვდებით ამას? ჩვენ არ ვიცით რა უყოთ ამ მონაცემს. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენში გულისხმობ ზოგადად მეცნიერულად მომუშავე ადამიანებს. ეხლა ვიღაც ხელოვნებად მცოდნებოა და რა თქმა უნდა მისცემს ამას ინტერპრეტაციას. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ამბიცია უფრო მეტია. ჩვენი ამბიცია არის მეტი ავიღოთ ამდენი და ამაზე მეტი მონაცემი და აი ამ მონაცემების საფუძველზე გამოვიტანოთ რაღაც ჩვენთვის ასე ვთქვათ სოლიდური, მეცნიერულად ვალიდური და გრძელვადიანი დასკვნა. ეხლა გაჩვენებთ შემდეგ მაგალითს, charting culture. მინდა თქვენ ძალიან გთხოვთ, რომ ჩემთან ერთად უყუროთ ამას, ეს 4 წუთი გრძელდება და მოусმინოთ ხმას. მე მინდა ერთი რამე გითხრათ. აი ამ ვიზუალიზირების უკან ის იყო განსურათება. აქ ცოტა ვიდეო, ანუ აქ ცოტა ანიმაციური განსურათება გვაქვს. ამ განსურათების უკან დევს შემდეგი მონაცემი, ანუ შემდეგ მონაცემთა ბაზა. თითოეულ თქვენგანს აქვს დაბადების მოწმობა, ხო ასე? ეს დაბადების მოწმობა არის გატარებული, ნუ მე-21 საუკუნეა უკვე, მე-20 საუკუნის ბოლოსაც გატარებული არის უკვე სადღაც ციფრული ფორმით. რა წერია ამ დაბადების მოწმობაში? თქვენ გვარდა სახელი, დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი. 3 მონაცემი. 100 წლის მერე გისურვებთ რომ ძალიან დიდხანს იცხოვროთ, როცა გარდავიცვლებით, შედგება გარდაცვალების ცნობა. რა წერია ამ ცნობაში? ადამიანის გვარი და სახელი, გარდაცვალების თარიღი და გარდაცვალების ადგილი. დაბადება, გარდაცვალება. გვარი და სახელი ერთი და იგივეა. დაბადების ადგილი და გარდაცვალების ადგილი არ არის აუცილებელი იყოს ერთი და იგივე და რა თქმა უნდა დაბადების თარიღი და გარდაცვალების თარიღი არის ერთი და იგივე. აი ეს მონაცემი, ერთი ადამიანი, აი ეს მონაცემი. ახლა წარმოიდგინეთ, დედამიწაზე არსებული ყველა ადამიანთან მიმართებაში აი ეს ცნობა რო გქონდეთ. არადრეს ვინ ცოცხალია, რომელსაც ოდესმე უცხოვრია. ეხლა რო შეხვიდეთ მაგალითად და შეიტანოთ სოკრატე. ბერძენი ფილოსოფოსი. ვიკიპედიაში წერია რომელ წელს დაიბადა, სად, რომელ წელს გარდაიცვალა, სად. და წარმოიდგინეთ, ყველა ადამიანი, რომელიც ცნობად საერთოდ ემპირიულად არის დადასტურებული, რომ გქონდეთ მონაცემთა ბანკში, აი, მე მაქვს ახლა აქ დავუშვებ სერვერი, რომელზეც დაახლოებით, რა ვიცი, 14 საერთო ჯამში ტერაბაიტი ეტევა. დაეტეოდა თავისუფლად, აი ჩემ კომპიუტერზე. რა უყოთ ამ მონაცემებს? აი ეს არის ერთი მაგალითი, რაც უნდა უყოთ. ჩვენ ვართ ახლა განსურათებაზე და ძალიან გთხოვთ, უკვე რახან მანოვიჩის, ასე ვთქვათ, Time Magazine-ის cover-ებით მოგამზადეთ, ამის ყურების დროს იფიქრეთ მუდმივად, რა არის მარგი ეფექტი, რა არის დამატებითი ღირებულება ამგვარი განსურათების.
ხმა არ მესმის. ანუ მე გულისხმობდი დააკვირდით წითელს არის რომი, ლონდონი, ბერლინი, მაგრამ რომი და ლონდონი და ზევით წერია მე-16 საუკუნის ბოლო აქტიურად. ეს რას ნიშნავს? ლურჯი არის დაბადების ადგილი, წითელი არის გარდაცვალების ადგილი. ანუ სულ ერთია სადიბადები, სიკვდილი და ცხოვრება ღირს რომში და სიკვდილი და ცხოვრება ღირს ბრიტანეთში. აი ამ ეპოქაში. ნახეთ, ინდუსტრიული ცენტრები როგორ იმატებს, ანუ რომი, ბერლინი რა თქმა უნდა და დიდი ბრიტანეთი უკვე ინდუსტრიული ქვეყნები, სადაც მაქსიმალურად, ანუ ყველგან იბადებიან ადამიანები ევროპაში, მაგრამ რატომღაც ყველა კვდება ძირითადად ლონდონში, ბერლინში და რომში. აი ეს წერტილები, რასაც ხედავთ, როგორც აუდიო კომენტარშიც იყო, არის კონკრეტული ადამიანების დაბადების და მერე მოძრაობის და გადაადგილების ადგილები. ხვდებით რას ვამბობ? კონკრეტული, ეს არის რეალური ემპირიული მონაცემებია, მოგონილი კი არა. აი 1952 წელზე მოვედით, ნახეთ დაბადების, ანუ ბევრი გარდაცვალება არის, ომია, ომის პერიოდია, რა თქმა უნდა, დახოცილები მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ტერიტორიაზე, დაბადების აფეთქებებია, არის ფაქტიურად ბრიტანეთის კუნძულზე, აღმოსავლეთ ევროპაში, რომში ასევე, ანუ ხედავთ მეორე მსოფლიო ომის დემოგრაფიული ზეგავლენების, ასე ვთქვათ, მთავარ ფორპოსტებს. ეხლა ერთი რაღაცა, აი ეხლა წარწერა ეს წამით. აი ეს ამოიწევა, რატომაც ეს შევადაო პატარაო, ხო? არც ესე არ შვება. უბრალოდ ნახეთ 1982 წელია, მაგრამ თუ კი უკან გავიწევით, დაახლოებით 66 წელი. ნახეთ ზევით, ეს რა პერიოდია? Time magazine-ზე რო ჭრელდება უკვე ქავერები, აი სამყარო რო Flower Power, Woodstock, ადამიანებმა ფული იშოვეს, უკვე ესეთი რაღაც, ანუ სოციალური ცხოვრება და ნახეთ კოტაზურზე ხალხი იწყებს სიკვდილს. ქვევით. კოტაზური, ანუ მონაკო, კოტაზურია, კაი ცხოვრება, კაბრიოლეტი, ანუ ხალხმა ფული ყველგან იშოვა, კარგად იცხოვრეს და მიდიან მერე კოტაზურზე, რომ საბოლოოდ იქ ფაქტიურად სოციალური ცხოვრების ანარეკლი არის, სოციალური ცხოვრების, ასე ვთქვათ, გარკვეული ტენდენცია არის ასახული. ეხლა გადავინაცვლეთ უკან ზევით, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება თარიღს 1697 წელი. რა ეპოქაა ეს? დიდი აღმოჩენების ეპოქაა, ხო? აი ნახეთ, ფაქტიურად ASN-ი, რაც ოკეანეზე გვარები და სახელები მოძრაობს, არიან ბრიტანელები და ირლანდიელები, რომლებიც ბრიტანეთის ახალ კოლონიებზე, დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების მხარეზე გადადიან, ვაჭრობენ, ან სამხედროები არიან, ან ადმინისტრაციული ოფიცრები არიან. რეალური გვარები და სახელები 1795 წლისათვის, რომელთა ლურჯი წერტილი ბრიტანეთის კუნძულებია და წითელი, ასე ვთქვათ, გარდაცვალების ადგილი უმრავლეს შემთხვევაში არის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია. იგივე იქნებოდა მე-15 საუკუნის ბოლოს და მე-16 საუკუნის დასაწყისში ესპანეთიდან, თქვათ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. კი ბატონო, თუმცა ამ მოძრაობის დროს ასევე არიან ესპანური ისენიც, რა ქვია. აი აქ წერია მაგალითად მანუელ ანტონიო კორდერო იბუსტამანტე, ესეც არის აშკარად, ანუ ქვევიდან
ანდა გაბინო გაინზა. ანუ პორტუგალელები და ესპანელები, მანუელ გაიოზო დე ლემოს. ანუ აი ჯონ ვაშინგტონი. ნახეთ ახლა შევატრიალეთ პერსპექტივა და ბრიტანეთთან ჩას ამერიკა. ჯონ ვაშინგტონი იყო ჯორჯ ვაშინგტონის, ანუ ამერიკის პირველი პრეზიდენტის ბაბუა მგონი. ეხლა ამკვირდებით რომ ეს არის აღმოსავლეთ სანაპირო ამერიკის შეერთებული შტატების და აქ არის ძალიან ბევრი წითელი წერტილი. ანუ ჯერჯერობით ინგლისში იბადებიან და ამერიკაში კვდებიან. ძალიან უფრო შედარებით ცოტა არის ლურჯი წერტილი დაბადების. და რაღაცა პერიოდის მერე ეს პროპორცია წითელსა და ლურჯს შორის იცვლება, ანუ ლურჯი უფრო მეტია ვიდრე წითელი, ანუ დაბადება უფრო მეტია ვიდრე ანუ იქვე და ადგილობრივი, ანუ უფრო მეტი ხდება ვიდრე ემიგრანტი. აი ხა პირველი პატარ-პატარა წერტილები კალიფორნიისკენ არის ვისი დასაწყისი, ალბათ ვიცით. Gold Rush. ოქროს ციებ-ცხელების. და Wild Wild West და ესენი ყველაფერი ხა იწყება 1718-ის ბოლოს. ამ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ცხენებზე და ეკლებზე ამხედრებულები იპყრობენ დასავლეთ სანაპიროს, მაგრამ ეხლა ნახეთ რა მოხდება. ნახეთ როგორი ხაზები გაჩნდა, იცით რატო? პირველი არის მატარებლები და მერე ნელ-ნელა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან უკვე იწყება მანქანები და Road 66 ავტობანი 66 პირდაპირ აღმოსავლეთთან დასავლეთით. ეხლა რა ხდება, ნახეთ 60-იანი წლები არის, როგორც კოტაზური იყო ევროპაში, ამერიკაშიც უკვე სოციალური პირობები გაუმჯობესდა და აი ხელმარჯვნივ ხარ გაუშვებ ვიდეოს და აკვირდით ფლორიდაში, მაიამიზე უფრო ძალიან მრავლდება წითელი წერტილები. ანუ მთელ ამერიკაში იბადებიან ანუ წარმატებული ადამიანები და კვდებიან ფლორიდაში. ამიტომ კაი ამოდია და სიბერის გატარება იგრძელია, როგორც კოტაზურში დაუშვათ ვიდრე სადმე სიმხარეში. სხვათა შორის მაქსიმილიან შიხი არის გერმანელი კომპიუტერული, ანუ data scientist-ი და აი ამის გაკეთებაში, ანუ თავიდან ევროპაში მანდ ამას ბევრი ყურადღება არ მიაქციეს ამ ბიჭს, მიუხედავად იმისა, კონფერენციებზე გამოდიოდა ამ თემით ძალიან დიდი ხნის წინ. მე რა თქმა უნდა ამერიკაში წაიყო, ამერიკელებმა მოусმინეს და მიხვდნენ იმ წუთში ასრანაც ქონდა საქმე და ეხლა ტეხასის უნივერსიტეტის თელ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. აი ხა თუ შევადარებთ იმას, რაც მე ახლა გაჩვენეთ ლევ მანოვიჩთან მიმართებაში და რაც გაჩვენეთ ახლა. რა თქმა უნდა, პირველი რისი თქვა შეიძლება არის, რომ
ამგვარ ვიზუალიზაციას გაცილებით მეტი მაგი ეფექტი აქვს, გაცილებით მეტი დამატებითი ღირებულება აქვს მეცნიერული თვალსაზრისით, ვიდრე დაუშვათ მანოვის. აქ იყო ცოტა ანიმაციური ვიზუალიზირება ამ მონაცემების და ამ ვიზუალიზირების საფუძველზე შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, როგორც იქ გადავავლეთ 100 წლიან ეპოქას ერთი შეხედვით თვალი, აქაც 4 წუთი და 35 წამი გრძელდება ეს ვიდეო. და აქ არის მოტანილი ფაქტიურად მიგრაციების და ეპოქალური მოვლენების დაწყებული ელინური ეპოქიდან დამთავრებული დღემდე თავმოყრილია როგორი ძალიან ჭკვიანური კუმულაციური ვიზუალიზირების ფორმით. უბრალოდ საქმე რაშია, იცით? ყველა შემთხვევაში, აი ამ შემთხვევაშიც და წინა იმის შემთხვევაშიც მივდივართ მესამე პუნქტამდე. ხვდებით? მივდივართ სულ მესამე პუნქტამდე. მესამე პუნქტს აღარ შორდება. რეალურად ის ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ განსურათების თვალსაზრისით ხელში გვიჭირავს, მივყავართ ყოველთვის რაღაცა ფორმის განსურათებამდე. ამის ნამატი ეფექტის აღმოჩენა და აღწერა არის უკვე ჩვენი მეცნიერების, ანუ კვლევარების საქმე. I am charting culture-ზე შემიძლია კიდე ის გითხრათ, რომ ეს არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მაგალითი, როგორ შეიძლება არასტრუქტურირებული big data-დან ამოვიღოთ სტრუქტურირებული ინფორმაცია. ხვდებით? აი, თუ კი ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რა არის big data? აი ის რაც ამის უკან დევს არის big data. წარმოიდგინეთ, რამდენი მონაცემი დამუშავდა ამ 4 წუთსა და 35 წამში. რამდენი მონაცემი? მე ერთზე გითხარით, გვარი სახელი, დაბადების ადგილი, დაბადების წელი. გვარი სახელი, გარდაცვალების ადგილი, გარდაცვალების წელი. და ეს დამუშავდა აი ელინური. თუ კი რაიმე ცნობა არსებობს, ის freebase.com სადაც დაგროვდა ეს მასალა, რამდენი ჩამუშავდა აი ამ ამაში და ეს არის თქვა ამის თქვა მინდა, ანუ სიდიდე მონაცემების სიდიდე არ უნდა შეგვაშინოს. თუ კი მისი ვიზუალიზირება სწორი ტექნოლოგიით მოხდება და ამის უამრავი საშუალება არსებობს და ეხლა მინდა კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდე. მაშინ ის მოგცემს ჩვენ აუცილებლად რაღაც გრძელვადიან, სოლიდურ და ასევე მდგრად sustainability ქართულად არის მდგრადი ვალიდურობა როგორ არის ქართულად? ვალიდური არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ არის ქართულად. მოგეთ მოვიფიქრეთ. ანუ აი ესეთ ინფორმაციას ვალიდურობაში იცით რაც გულისხმობ? დასკვნა, რომელიც აქ შეგვიძლია გამოვიტანოთ, მანამდე მყარი, სანამ ვიღაც უკეთესი მონაცემით და უკეთესი ვიზუალიზირებით არ მოვა. ხვდებით? ანუ როცა თქვენ მონაცემებს შეაგროვებთ, დიდს და მის გარკვეული ფორმით ვიზუალიზირების საფუძველზე გამოიყენებთ დასკვნებს, ეს დასკვნა იმიტომ არის ემპირიულად ვალიდური და ასე ვთქვათ, აქვს მას ვალიდურობა მანამ, სანამ ვიღაც არ მოვა უკეთესი მონაცემებით და უკეთესი ვიზუალიზირებით. აი ეს არის მთელი ასე ვთქვათ, მიზეზი, რატომ შეგვიძლია ღამე მშვიდად დავიძინოთ, რომ ჩვენს წინა დღეს ნასაუბრებს მეორე დღეს ვერავინ ვერ შეცვლის. ამის შესაძლებლად საჭირო გახდება ახალი მონაცემები და ახალი ტექნოლოგია. მოკლედ, თინათინ ტენტერაშვილი დღეს არ გვესწრება. სამწუხაროდ, მაგრამ მე დავიწყე მის ასე ვთქვათ, ჩვენ მქონდა იმეილი გაცვლა ერთმანეთთან. მე მაინც ვთვლი, რომ თინათინის არ ყოფნის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ გეგმაზე, რომელიც მე წარმომიდგენია, მან უნდა განახორციელოს თავის სადოქტორო ნაშრომში. ამ წარმოდგენის მიზეზი არის კიდევ ერთი რამ. თუ კი თქვენც ჩემთან ისე ინტენსიურად იმუშავებთ, როგორც თინათინმა, მე შემიძლია შემოგთავაზოთ თქვენ კონკრეტული გეგმა და ამ კონკრეტული გეგმის პატარა მოდელი. მე გთავაზობთ ახლა ორივეს თინათინთან დაკავშირებით. თინათინს აქვს საკანონმდებლო ტექსტების ლინგვისტური ანალიზის გაკეთება უნდა, თუმცა მე ბოლომდე მის კითხვას ვერ ვეთანხმები. ძალიან ზოგადია ჩემი განსახილველი. გახსოვთ წინა ლექციაზე გითხარით ჭიამაიას ისა რა ქვია
მეტაფორა. რო ჭიამაია შავი და წითელი წერტილიდან ერთ-ერთი წერტილია თქვენი სამუშაო თემა თქო და ანუ როგორც წესით, როცა ვინმე თემის სათაურით მოდის, ჯერ კიდევ მზის გალაქტიკაშია, ძალიან ზოგადად. ზოგადად თეორიული დაახლოებისათვის, როცა საკანონმდებლო ტექსტების ლინგვისტურ ანალიზია საუბარი, უნდა განისაზღვროს პროფესიული ენა, ანუ technical language, Fachsprache გერმანულად, მისი პოზიცია ზოგადად აი ამ ენის განსაკუთრებულ ფორმებში. აი წარმოიდგინეთ, ხელის გული უნდა დახატოთ, ამ ხელის გულზე უნდა დადოთ თქვენი საკვლევი თემა და ირგვლივ უნდა აღწეროთ კიდე რა არის. და აი ამ კიდე რა ართან რელაციაში უნდა მოახდინოთ მისი პოზიციონირება. აი ეს არის პირველი გასაკეთებელი. რომ ყველაზე მთავარი მათ შორის ის არის თუ ვინ არის ადრესატი. ან ყველა ენის კომუნიკაციური ფუნქცია ყოველთვის უნდა შენარჩუნდეს. აქედან გამომდინარე ვიღაცას უნდა მიემართებოდეს. ის ვიღაცა და მისი, ასე ვთქვათ, ინტერესები განსაზღვრავენ თუ რა ფორმას ღებულობს ესა თუ ის ენა. თუ კი დაუშვათ ენა მიემართება მედიკოსებს, მაშინ ნათელია, რომ ლათინურის დომინანტური ის იქნება, რა ქვია, დომინანტურად იქნება ლათინური წარმოდგენა. თუ კი ის მიემართება კიდევ ვიღაცას ინჟინრებს მაგალითად, იქ იქნება მათემატიკურ ცნებათა სიუხვე და ასე შემდეგ. ანუ ენის ადრესატი განსაზღვრავს ამ ენისთან კონკრეტულ ფორმალურ, ასე ვთქვათ, ხასიათს და ჟანრობრივ ხასიათს. და ეს არის პირველ რიგში არა მარტო საკანონმდებლო ტექსტებთან, არამედ ნებისმიერ სპეციფიურ ტექნიკურ ენასთან, ჟარგონთან, პროფესიულ ენასთან, რაც დააქვით გამსაზღვრელი. არის მაგალითად ტრანსენობრივი მონადირეების ენა. მაგალითად. ანუ არის ესეთი საიდუმ კრიპტო ლექტები, ანუ რომელიც მარტო გარკვეული პროფესიული ჯგუფის ადამიანებისთვის არის გასაგები, სულ ერთია მათი მშობლიური ენა რა არის. მერე იურიდიული ენის დონის პოზიციის განსაზღვრა პროფესიულ ენებში და მათი იერარქიული სტრუქტურა საერთოდ კანონის წერას ჟანრობრივად აქვს, ასე ვთქვათ, იერარქია უნდა შენარჩუნდეს. აი იცით რომ კანონებს აქვს შესავალი, მერე ამ შესავალის კიდევ დაჭვრილება ხდება, უნდა წარმოიდგინოთ აი ძაბრის პრინციპი და ის ძაბრში არის იერარქია. თავიდან არის ზოგადი, მერე ვიწროვდება და მერე დადის რაღაც კონკრეტულ დანაშაულამდე, კონკრეტული დანაშაულის აღწერამდე. ამას ეს Dewey Decimal Classification, ანუ დეციმალური კლასიფიკაცია არსებობს ერთ-ერთი, რომელიც არის სპეციფიური სტრუქტურების შედგენისას. ანუ თვითონ საკანონმდებლო ტექსტი არ იწერება უბრალოდ ისე. მას აქვს ცალსახა layout-ი, ანუ style sheet-ი, რომელშიც უნდა ჩაიწეროს ფაქტიურად კანონი. და თინათინს აქვს ეს გამოწვევაც, რომ აღწეროს ეს. უნდა აღწეროს, რა თქმა უნდა, კომუნიკაციური ფუნქცია, რა არის იურიდიული ტექსტების. ეს არის საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმირების ფაქტორი, ხო? კანონმდებლობა რაღაცა ვიცით, რომ ნებისმიერ ჩვენს ქცევაზე არსებობს რაღაც საკანონმდებლო აქტი და რეგულაცია, რომელმაც უნდა, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი ინტერაქცია, სოციალური ინტერაქცია უნდა უზრუნველყოს ხობს. არსებობს ცნება, სუბსუმპცია, ცოტა ესეთი ჩემი ძველი მეორადი ფაკულტეტი იყო ფილოსოფია, სადაც Max Weber-ი, იმიტომ რომ გერმანიაში Max Weber-ი დიდი ის არის, big deal. Max Weber-ი მოსამართლეს უსწრებდა სუბსუმაციის ავტომატს, ანუ რაღაც რობოტა და აღიქვამდა მოსამართლეს, იმიტომ რომ ამბობდა, რომ იცით რა, აი კანონში აღწერილი არის ფაქტი, რეალურ ცხოვრებაში ხდება რაღაც ფაქტი და მოსამართლის ფუნქცია არის ეს ორი დაუკავშიროს ერთმანეთს, უბრალოდ რეალური ფაქტი შეუსაბამოს ქვედაურთოს კანონის ტექსტს. მეტი არ არის. ეს არის მის საქმე. ანუ ეს subsumption, ეს ფუნქცია ასევე აღსაწერია როგორც შესავალი. ანუ ამგვარი შესავალი წარმოვიდგენია მე, როცა სპეციფიურ ენებზე მიდის საუბარი. მერე უნდა გამოვიდეთ მზის გალაქტიკიდან და ევროაზიურ კონტინენტზე უნდა ჩამოვიდეთ, ამ თემა უნდა დავაპატარავოთ. რაღაც XY საკანონმდებლო ტექსტის აღწერა, თავისთავად სტატისტიკური აღწერა, ანუ უნდა აღიწეროს რამდენად, ანუ ტექსტურობის ხარისხი. რას ნიშნავს ტექსტურობის ხარისხი?
ტექსტურობის ხარისხს აქვს ორი დონე. ერთი არის მიკრო და მაკრო დონე. როცა ერთი წინადადება მთავრდება და მეორე წინადადება რეფერირებს წინადადებას, ანუ მიკრო დონეზე ერთმანეთთან აზრობრივი დაკავშირება ხდება, ამას ვეძახით იზოტოპიას. ალბათ დაიგონიათ ეს ცნება. იზოტოპია. იზოტოპია არის ტექსტუალურობის ხარისხის ერთ-ერთი ასპექტი. თუ კი დიდ დონეზე, მაკრო დონეზე გადავალთ და ტექსტის ნაწილები ერთმანეთთან არის ლოგიკურ კავშირში, ამას ვეძახით კოჰერენტულობას, coherence. ანუ coherence და იზოტოპია. სხვა შორის, იცით ანეკდოტი როგორ ფუნქციონირებს? ანეკდოტი ფუნქციონირებს იზოტოპიური მსხვერპლის ბაზაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ერთი წინადადება მთავრდება, მსმენელს აქვს მოლოდინი საკუთარი ენობრივი კომპეტენციიდან, ეს წინადადება როგორ უნდა გაგრძელდეს. ანეკდოტში ეს მოლოდინი არის დამსხვრეული. და რაც უფრო ღრმად ხდება იზოტოპიის მსხვერპლება, მით უფრო სასაცილო ანეკდოტი. ეს არის ტექსტის ანეკდოტი, როგორც ტექსტის ჟანრი. ეს არის ხრიკი. მე როგორც ქუთაისელმა ყველაფერი ვიცი ანეკდოტებზე ასე. ანუ იზოტოპია და კოჰერენტულობა. ორივე არის ტექსტურობის ხარისხი და როცა ტექსტის ანალიზი ხდება, ლინგვისტური ანალიზი, აი ეს ხარისხები უნდა შემოწმდეს. და მე ვიტყოდი, უბრალოდ ვივარაუდებდი, რომ იურიდიული ტექსტი, საკანონმდებლო ტექსტი არის კოჰერენტულობისა და იზოტოპიურობის უმაღლესი ხარისხი. მაგრამ ეს არის ვარაუდი. ამას სჭირდება ცალსახა პარამეტრებში ჩაყრა და ამის გაკეთება შეიძლება თუ კი ერთის მხრივ ავიღებდით იურიდიულ ტერმინოლოგიას, წარმოდგენის ერთ კონკრეტულ ტექსტში და მის მიმართებას ყოველდღიურ სასაუბრო ენასთან. რა თქმა უნდა, სალიტერატურო ენასთან. უნდა ვიცოდეთ, რომ ამგვარი ნორმატიული ტექსტები არის ინტერდიალექტური, ანუ დიალექტი არის ნიველირებული, მთლიანად ნორმირებულ ენაზე დაყრდნობილი ტექსტია. ანუ რა უნდა დათვალოს ახლა თინათინმა? ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნა, ყველაზე ხშირად გამოყენებული სახე, ყველაზე ხშირად გამოყენებული განსაზღვრება. მე ვიტყოდი, ყველაზე ხშირად გამოყენებული 10 ზმნა, ყველაზე ხშირად გამოყენებული 10 სახელი, ყველაზე ხშირად გამოყენებული 15 განსაზღვრება და ყველაზე ხშირად გამოყენებული 5 ნაწილაკი. მაგალითად, მერე სიტყვის წარმოების უპირატესი ფორმები რა არის? ანუ რამდენად რთულად ხდება, აი ვნებითები თუ გამოიყენება მაგალითად, ხო? მაგალითად გამოიყენება თუ არა შერწყმული ფორმები. ანუ რამდენად, ანუ მე ეს არ ვიცი. ანუ გერმანულში შემიძლია 100%-იანი გითხრათ, რაც გამოიყენება, მაგრამ ქართული საკანონმდებლო ტექსტი არ ვიცი. ქართულის სიტყვის წარმოების რა ფორმას ანიჭებს უპირატესობას. და როცა გვეცოდინება ეს პარამეტრი საკანონმდებლო ტექსტში და იგივე პარამეტრი სასაუბრო ენაში, აი ამათი მიმართებით შეგვიძლია ტექსტუალურობის ხარისხი დავადგინოთ. მოდალური ნაწილაკების გამოყენება მაგალითად, ეს მე-6 პუნქტი მე დავამატე თინათინისთვის, იმიტომ რომ მე თუ მკითხავთ მარტო ამაზე შეიძლება თემისად რამ ხშირად, ანუ რა სიხშირით და რა კონტექსტში გამოიყენება ესეთი ნაწილაკები, როგორიცაა დაახლოებით სავარაუდოდ შესაძლებელია და ასე შემდეგ. საკანონმდებლო ტექსტი უშვებს თუ არა, ანუ გამორიცხავს თუ არა გარკვეული მოდალური ნაწილაკების გამოყენებას. აი ეს იქნებოდა მეორე ნაბიჯი კვლევისა. ეხლა შევედით მესამე ნაბიჯზე. შევედით გრამატიკულ მახასიათებლებზე და განსაკუთრებულ ფორმულირებებზე. ამისაც აუცილებლად, იმიტომ რომ განსაკუთრებული ფორმულირებები არის ყველა ჟანრობრივი ტიპის, ასე ვთქვათ, საკუთრება. ყველა ჟანრობრივი ტიპს აქვს, აი მაგალითად ხანდახან ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ახლა გერმანიაში მაგალითად ვიღაცა მოვა და მელაპარაკებდა, მე ვთქვი, კაი რა იმის გადასახადების აგენტებით მელაპარაკები. რატო? იმიტომ რომ გადასახადების აგენტებს აქვს საკანონმდებლო ტექსტებიდან გამომდინარე ფორმულირების ძალიან ტიპიური ფორმები. და როცა ადამიანი ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში იყენებს იგივე ფორმებს, თუმცა შინაარსი აბსოლუტურად სხვა არის, რჩება აი ეს უცხო ჟანრობრივი იმის განცდა. ტექსტის ობიექტური სემანტიკა, ანუ რა ტექსტი რამდენად არის ნეიტრალური თავის მნიშვნელობაში და მე რამდენ სივრცეს ტოვებს სუბიექტური ინტერპრეტაციისათვის. აი ეს ხდება საკანონმდებლო ტექსტთან მიმართებაში მისი გადმოცემის გზების კლასიფიკაციით. ერთი არის სიტყვა-სიტყვითი გადმოცემა, ანუ
მართლა ასე ვთქვათ, ყველა ასოს ნული ინტერპრეტაცია. ანუ ნული სუბიექტური ინტერპრეტაცია არის მე-7, რაც აქ წერია, ანუ სიტყვასული გამოცემა, სისტემური გადმოცემა, ანუ მთელი ლოგიკური ჯაჭვი, ლოგიკური ბრმა ამისა, მაგალითად, ეხლა შეიძლება ეწეროს, რომ ორ სხვადასხვა საკანონმდებლო ტექსტში შეიძლება ეწეროს სიტყვა დანაშაული. ხო? მაგრამ ერთი იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და მეორე მაგალითად ინტელექტუალური საკუთრების მოპყრობა. ერთში შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიეცადოს და მეორეში ფულად ჯარიმა, მაგრამ სიტყვა დანაშაული ორივეგან არის. ხვდებით? ანუ აი ეს ეგრეთ წოდებული სისტემური გადმოცემა არის ისა რა ქვია, კავშირში მთლიან ჯაჭვთან, მთლიან ბლათთან. პროცესუალური ისტორიული გადმოცემა, ეს ძალიან საინტერესოა, საქართველოსაც შეეხო ეს თემა სხვათა შორის და ამიტომ პლაგიატი. პლაგიატის დასჯა. ამისათვის გერმანელებს აქვს კანონმდებლობა პლაგიატზე. და დისკუსია წავიდა რაზე? დისკუსია წავიდა იმაზე, რომ პლაგიატი როგორც დანაშაული ისტორიულად ცვლადი აღქმათობით ხასიათდება. პროცესუალურია. ეხლა ელინისტურ ეპოქაში ადამიანის მოკლა და 21 საუკუნეში ადამიანის მოკლა ორივე მკვლელობაა და ორივე უნდა დაისაჯოს, ხო? მაგრამ ელინისტურ ეპოქაში პლაგიატი იყო ინტელექტუალური თამაშის ფორმა და ინტელექტუალური თამაშის ისეთი ფორმა, სადაც უნდა გამოგეცნო, აი მე სპეციალურად პლაგირებდი, ანუ ვიპარავდი სხვის ციტატს და ჩემს ასე ვთქვათ, თანამოსაუბრეს უნდა გამოეცნო, ვისი იყო ეს. ანუ ეს იყო ინტელექტუალური თამაშის ფორმა. დღესდღეობით ეს არის სოციალური კატასტროფა, შეიძლება ითქვას. და სხვათა შორის ეს მოძრაობა მე 70-იან 80-იან წლებში სოციოლოგიაში მაგალითად აი ეს პლაგიატობა იმ სიხისტით არ აღიქმებოდა, ხო? ეხლა რა ვიცი, ეხლა გეოგრაფი თუ არ დავიწყებ დაუშვათ ჩემს სტატიას ისე წერები, როგორიცაა დედამიწა არის გვალი, უნდა მიუთითო, ეხლა მე ამას წყარო თუ არ უნდა მიუთითო ამ ამბავს. ხო, ხვდებით არა? ანუ ისტორიულად ცვალებადი შინაარსები, ხო ხვდებით? ანუ პროცესიული, ანუ ისტორიული გადმოცემა ტექსტის. და ტელეოლოგიური მიზანშეწონილობითი გადმოცემა, ეს არის დაუშვათ პატარა დელიქტები, როგორიც არის ეხლა მაგალითად ადამიანი მანქანით მიდის, გადააჭარბა სიჩქარეს, უნდა დაისაჯოს, თუმცა მაგალითად მანქანის უკანა სავარძელზე ყავდა მშობიარე ქალი, რომელიც ამ სიჩქარით საავადმყოფოში არ მიყვანა, გამოიწვევდა უფრო დიდ კატასტროფას. ანუ მიზანშეწონილობითი გადმოცემა. ხვდებით, ეხლა მე მგონი აი ეს სემანტიკური, ასე ვთქვათ, ანუ კანონი არის, კანონის გადმოცემა შეიძლება სხვადასხვანაირად და ესეც არის განსაკუთრებული ფორმულირებებით ენობრივად, ასე ვთქვათ, ფიქსირებული. ეს შესაძლებლობები, რაც მე ჩამოვთვალე, კანონში არის ენობრივად ფიქსირებული. ეხლა მე რასაც თინათის ვთავაზობ, არის საანალიზო ველები, მანდა მაინც თინათინი რამდენადაც ვიცი იყო ადმინისტრაციულ სამართალზე, სიმართლე არ ვიცი რატო ფიქსირებული, მაგრამ ჩემი აზრით გაცილებით საინტერესო იქნება მყიდველობითი ხელშეკრულების ტექსტების აღება, სამუშაო ხელშეკრულების ტექსტი, მაგალითად პროფესიული სპორტსმენის ხელშეკრულება კლუბთან, ქართული და მაგალითად საჩივრის ტექსტები. რატო? ყველა ამ საკანონმდებლო ტექსტის მეორე მხარე, ანუ ორივე მხარე არის კერძო მოქალაქე. ანუ ორივე შემთხვევაში კომუნიკაციური ფუნქცია დაგებადობის აუცილებლად სახეზე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ განზრახ მოხდა, ასე ვთქვათ, შინაარსის გაბუნდოვნება. მე მაქვს ერთი მაგალითი თინათინისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კარი მერვე ეკონომიური დანაშაული. თავი 25 დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. მუხლი 177 სათაურით ქურდობა. რა წერია აი ამ კანონის ამ ტექსტში? როგორ განისაზღვრება რა არის ქურდობა? ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლ საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აი ეს წერია. მე რაღაცები ექვევის წერია, მაგრამ ეს არის განსაზღვრება. ეხლა მე ავდგებოდი თინათინის ადგილზე და ავიღებდი მონაკვეთს. სხვისი მოძრავი ნივთის
და ავიღებდი ყოველდღიური მეტყველების სიტყვას სხვისი და შევამოწმებდი სიტყვის მნიშვნელობას სხვისი საკანონმდებლო ტექსტებში და ყოველდღიურ მეტყველებაში. მე ხა ერთი 20 წლით ახალგაზრდა ვიყო და ბევრი დრო მქონდეს, ამაზე დავჯდებოდი 1-3 თვე უმუშავებდი. დრო რომ მქონდა. ისე მომწონს. ესე იგი, ყოველდღიური მეტყველების ლექსიკური ერთეული წარმოიდგინეთ სხვისი. დეიქსისი გაგიგონიათ, ხო? დეიქსისი, დეიქტური ენობრივი ელემენტები გაგიგონიათ ლინგვისტიკიდან. ხანა დეიქსის გაგიგონია? დეიქსის? ხო, ანუ დეიქტური ენობრივია ისეთი ერთეულები, მაგალითად ნაცვალსახელები, ადვერბიალები, გახლავთ დეიქსისი, მე თუ ვიტყვი გუშინ, სიტყვა გუშინ დღეიდან გამომდინარე, აქვს სხვა მნიშვნელობა, თუ კი ხვალ ვიტყვი სიტყვას გუშინ, ეხება სხვა მნიშვნელობა. ასევე არის სიტყვა სხვა, სხვისი. სხვისი არის ყოველთვის პერსპექტივიდან დანახული მფლობელობა. ხო? პერსპექტივიდან დანახული მფლობელობა. ხო? აქედან გამომდინარე დეიქტურობა არის უკვე ნაღმი, რომელიც დევს ამ სასამართლო ტექსტში. და თინათინის ანუ საინტერესო ამოცანა იქნება ამ სიტყვის განაღმვა. რა გავაკეთე მე? მე შევიტანე ქართული ენის ეროვნულ კორპუსში, აი აქ ხედავთ, სიტყვა სხვისი, მოდ რას ვიზამიცით? მე live body sheet, escape. უკაცრავად დიახ. რაღაც მაგალითი გამახსენდა, რაღაც ესეთი აქტუალური მოვლენა იყო, როცა შვილიშვილმა გაყიდა თხა თუ რაღაც და არ იცოდა ბაბუამ და დაწერა საჩივარი და შემდეგ დაიჭირეს და ანუ სხვისად ჩაითვალა და აჰა. ქართულ რეალობაში მოხდა. ძალიან კარგი. ანუ ყოველდღიური აღქმა სიტყვის სხვა და მოდით დავანებებ თავს, იმიტომ რომ რა ჩამეხურა ეს ის არა ქვია. მაგრამ არ დავანებებ თავს. აი semantic similarities მაინც არის. მოკლედ, ის მე რაც გავაკეთე ხა გაჩვენებთ, აი აქ. მე ავიღე სიტყვა სხვისი, სიტყვით ავიღე სიტყვა სხვისი და ვთქვი, არა, მაინც უნდა გაჩვენოთ, არ გამოასვანაირად ფოდის გიხდით. უნდა გაჩვენოთ პროცესი თვითონ. იმიტომ რომ ეს სხდომა იწერება და აქედან გამომდინარე იქამდე როგორ მივედი, ესეც მინდა რომ ნახოთ. ანუ კორპუსში შევედი და მარტივ ძიებაში შევიტანე ქართულად სხვისი. როცა ეს შევიტანე, მომიძებნა რა თქმა უნდა კონკორდანსები საერთო ჯამში 6000, არ არის ცოტა. ხო? მაგრამ პირდაპირ ეს ფორმა შევიტანე. მე მინდა სიტყვების სია, სადაც აი ეს არის მარტო ეს არის რომ სხვა არ მიცია. ეხლა ვეუბნებ ეს რაღაცას. კოლოკაციები მაინტერესებს. ნახეთ, მარცხნივ არ მინდა მისი კოლოკაცია, მაგრამ მარჯვნივ მაინტერესებს ორი სიტყვა. ანუ სხვისი და მე ორი სიტყვა უნდა მოსდევს. და ეხლა ვეუბნები მაჩვენე ეს კოლოკაციები, თქო და ნახეთ მაჩვენა. მე რაც გავაკეთე, ეს ყველაფერი ჩამოუტვირთე, ხალხო. აი აქ შემიძლია ჩამოუტვირთო, ხედავთ ამას. ხო? ჩამოუტვირთე და მაქვს აი ეს, ნახეთ რა მაქვს? აი ეს ჩამოუტვირთე. ტექსტუალურ მასალაში. ჩამოუტვირთე. მე აი ეს გადავიტანე, ანუ აი ეს მასალა თქვენ გახსოვთ ალბათ მე გაჩვენეთ, დავაკოპირე და შევიტანე აი ამ ტრანსლატორში. აი ნახეთ, შევიტანე აქ translate და transliterate man ეს რა მოხდა? რაღაც შემეშალა. აი ახლა transliterate. აი რაღაც გაგუჭდა. მისამართში ხომ რუს სერია. ალბათ ამ. ხო, რუსულის გამიხსნია. თუ ქართულიც ამაქვს, რუსულს ვაკეთებ, ახლა არ დამისრულებია. ოჩახანა. აი ახლა შევიტანო transliterate აბატონო. აი ახლა ყველაფრის ტრანსლიტერაცია მოხდა IP-ში. და ეს ყველაფერი შევიტანე Excel-ში და შევინახე ყველაფერი როგორც
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი comma separate forwards რა წერია. ანუ არა ექსელია, არამედ სემიკოლონით გაყოფილი მონაცემია ფაილი. ამის შემდეგ აი ეს ამას გაჩვენებდით აქ. აი ეს საფეხურები გავიარე ფაქტიურად. ნახეთ. აი ეს იყო რაც ჩამოვტვირთე. მე გადავა სკენერზე, ასე ვთქვათ. და შემდეგ გავაკეთე შემდეგი რამ. შევედი აი ამ ერთ-ერთ ინსტრუმენტში, რომელიც მე თქვენ მოგაწოდეთ სუსუ პირველ ლექციას და გითხარით, გირჩიეთ რომ ჩამოვტვირთეთ თქო და graphic data მეცადე მინდა გავხსენი აი ის მონაცემი, ბოლო მონაცემი გავხსენი აქ და ნახეთ რა მომცა. ეს არის ჩემი პირველი ვიზუალიზირება იმ სიის, რაც მე გაჩვენეთ. მე ხა ამაზე ბევრი თამაშები შეიძლება. შეგიძლიათ გამოავლინოთ, ანუ წარწერების, ანუ სახელები. შეგიძლიათ ფაქტიურად ყველასი ნახოთ, ხო? მისაკუთრების წერია აქ. ნახეთ, ყველაზე სქელი კავშირი. აქ არის სიტყვა სხვისი, ხედავ ჩვაში. სხვისი. ეს არის ასე ვთქვათ, ამომავალი კვანძი. ქონების ქართულ ენაში სხვისი ამ ფორმით. არა სხვას, არა სხვისმა, არა სხვების, არამედ სხვისი, ზუსტად ამ ფორმით. ყველაზე ხშირი კოლოკატორი ქართულში არის ქონება. მოკლედ, მე აი ამ ინსტრუმენტთან რაღაცეები იმას ავქენი, რა ქვია. და გაჩვენებთ აი ამ ვიზუალიზირების შედეგს. ანუ ეს მონაცემები გადავიტანე GEF-ში და GEF-ი მაჩვენა შედეგები. მე გავაწით რაღაცებთან. ანუ სხვისი და ქონება, აი ნახეთ ყველაზე ხშირი კოლოკატორი ერთმანეთთან, სხვისი ქონების და სხვისი ნივთის. ჩვენ თუ ფაქტიურად შევალთ კანონის ტექსტში სხვისი მოძრავი ნივთის ვაქწერია, სხვისი ნივთის. ხო? რეალურად ის რაც ჩვენ აი ამ კორპუსში გვაქვს, მაგალითად, ხო? მე შემეძლო გამეზარდა და თინათინის ადგილზე გამზრდიდი კოლოკაციების სიგრძეს, აქ 2 რო წერია, ჩავწერ 3-ს, 4-ს. და უფრო აზრიანი, ანუ უფრო სრულყოფილი ისინი იქნება. ნახეთ როგორი კოლოკაციებია, თაღლითური, მისაკუთრება, ბრალი, მუხლი, გაამართლა, მისაკუთრება, შემთხვევა, ყველაფერი არის დისკურსი, საკანონმდებლო ტექსტები ან საკანონმდებლო ტექსტების ინტერპრეტაცია. წარმოგედგინათ თქვენ რომ ყოველდღიური მეტყველების დეიქტური ელემენტი სიტყვა სხვისი. აი ამ ფორმით, ხისტი ფორმით, არა ლემა, არა გრამატიკული מחასი, არამედ სიტყვა სხვისი ქართულში. ფაქტიურად არის ერთ-ერთი ცენტრალური კვანძი საკანონმდებლო ტექსტების ფორმირების და იმიტომ რომ ცალსახა კოლოკაციები აქვს, რომლებიც უკავშირდებიან საკანონმდებლო ტექსტებს. მისი ვიზუალიზირება, ეხლა ჩემთვის მაგალითად, აი ეს ზედა 2 პატარა ფანჯარა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ძალიან მრავლის მთქმელია და ყველაზე რა თქმა უნდა, ეხლა თუ კი ეს სია, რომელიც აქ არის, ეხლა ცოტა გამოვიტანე მე, მაგრამ მუხლი ბრალდება და თაღლითური და ასე შემდეგ, მთლიანად უკავშირდება რაღაც საკანონმდებლო დისკურსს და საკანონმდებლო კონტექსტს. მოკლედ, უკან რო გამოვიდე, ის კითხვა, რაც მე თინათინისთვის ვიფიქრე, რომ აზრიანი იქნებოდა, აი, ერთი კოდექსი, ერთი მუხლი და იმ ერთ მუხლში ყოველდღიური მოხმარების ერთი სიტყვა და მისი, ასე ვთქვათ,
რენკინგი, რანჟირება ტექსტური ჟანრების ფარვატერში. აშკარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვა დაკავებულია ამ ფორმით, ხო, დაკავებულია რაღაც, ასე ვთქვათ, საკანონმდებლოსთან მოსაზღვრე რეალიებით, რეალური ცხოვრებით, ხო? რა ვიცი, რაღაც სხვისი ნივთი რატო აიღე? მარტო ეს კითხვა, სხვისი ნივთი რატო აიღე? მარტო ეს კითხვა პრეზუპონირებს, რომ ანუ წინ სწრებად გულისხმობს რაღაც რეგულაციას, რომელიც ამას კრძალავს სხვისი ნივთი რო აიღე, ხო? ანუ რაღაცნაირად ტრიალებს ეს სიტყვა, ამას ჭირდება რა თქმა უნდა, ხა უფრო ღრმა, მე უბრალოდ ზედაპირზე რაღაცეებს ინავშვები, რა ქვია, ვინტერპრეტირებ, მაგრამ რეალურად ელემენტარული ყოველდღიურობის დამახასიათებელი სიტყვა აი ამ ფორმით, აი ამ გრამატიკული ფორმით შეგვიძლია მისი გამოკვლევა სასამართლო ტექსტის როგორც ერთ-ერთი ჟანრობრივი მახასიათებლის მიხედვით. ანუ თქვენ ხედავთ, რომ მე დავიწყე მასალით, ანუ მონაცემით, ამ მონაცემიდან წავედ ვიზუალიზირებაზე, გავაკეთე ეს ვიზუალიზირება და ვცდილობ ამ ვიზუალიზირებიდან ამოვიღო შესაბამისი ინფორმაცია. მე დღეს კიდე მქონდა ერთი წყარო, რომელიც ალბათ ჰანას დაინტერესებს და კიდე იმუშაობდა იდიომებზე. მე კეთება შემუშაობდი იდიომებზე, ხო? მე სამწუხაროდ დრო არ მქონდა, როცა შენი იმეილი მივიღე, რომ ასე ცოტა ღრმად ჩავჯდომოდი, მაგრამ კვირდები რომ აუცილებლად ჩავჯდები და დაახლოებით თინათინის მსგავს შემოთავაზებას შენს გაგიკეთებ. არის ერთი ძალიან კარგი ჩემი აზრით წყარო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება კორპუსული მონაცემების დამუშავებას იდიომებისთან მიმართებაში, რომლებიც body parts ეხება. აი ეს არის ეს წყარო. მე ჩემი მხრიდან ერთი იდეა მქონდა ესეთი, აი ასე ესეთი ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. და რატომღაც ყოველთვის მეგონა, სანამ ერთმა ჩემმა კოლეგამ, სხვაშორის ნინო შანაშევიძემ არ შემისწორა, მადლობა მას ამისთვის, რომ აქ დავითი კი არ იგულისხმება, დავა იგულისხმება, ხო მე მეგონა, რომ თვითონ დავითს რაც მოგივა დავითაო, დავითა, შენ დავითა, როგორ ახლა დავითა. ესე მეგონა. თეთრ ცხოვრება ესე მეგონა. ხო და ისა რა ქვია, თურმე დავაყოფილა. და თვითონ ეს დავითაო იმდენად, როგორ გითხრათ, იმდენად მარკანტულია, იმდენად მახასიათებლურია ამისათვის, თვითონ ამ ანდაზისათვის, ხო? იმდენად მახასიათებლურია, რომ ვიფიქრე, რომ სიტყვა დავითაო იქნებოდა, როგორ გითხრათ, აი დროშა, სიტყვა დროშა მთელი ამ ფრაზისათვის, საუკეთესო რეპრეზენტატორი. და მართლა შევიტანე, აი აქ ზევით თქვენ ხედავთ, მისამართს. ეს არის ვორდენბერინგის პროექტორი ბრატისლავას უნივერსიტეტში. და იქ შევიტანე სიტყვა დავითაო და მასთან ამოვარდა სემანტიკურად დაახლოებული სიტყვა. და ეხლა აი წარმოიდგინეთ, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენ თავითაო რა. და ეს ამოვიდა, რაც მოგივა და შენი თავითაო. ეს ყველაზე ახლა, მაგრამ ნახეთ კიდე რა ამოვიდა. ნუ ბლატაო. აი რო ბლატაო, მაგიტო დაგემართა ის რაც დაგემართა. ხტებით? ანუ სემანტიკურად დაუკავშირა კორპუსმა ერთმანეთს ნუ ბლატაო და რაც მოგივა დავითაო ყველაფერი შევდა. ძალიან მაგარია, ისე მომეწონა რომ მეტი არ შეიძლება. იგინე, ეს არ ვიცი რას ნიშნავს. ჭირსაც წაიღებს, ხო? თავზეც გავიარე არ ვიცი. აი არ ვიცი ხო, მეგრელებო რაშვაში ესეც არ ვიცი.
ხო, მოკლედ, აი, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო და ნუბლატაო იყო ძალიან მაგარი კონკურენტი, ანუ ასოციაციური მეზობელი სემანტიკურად დავითაოსი. ანუ აი თუ კი დავუშვათ იდიომები მოგაფიქრდება კეთილად, რომელთაც აქვთ ასეთი ძალიან მარკანტული სტრუქტურა, იმიტომ რომ დავითაო ამ ფორმით ქართულში, ხო? სხვა ეხა, რა ვიცი, ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია, რომ კიდე მოიფიქრო. თუმცა მე ხა შენი იმეილი წავიკითხე და იქაც დაახლოებით აი მზის სისტემაში ვართ სათაურთან მიმართებაში. ანუ შორსა ვართ ჯერ. ამ დაწვრილება ჭირდება ყველაფერ ამას. თუ გინდათ რომ გამოვიდეს ისა რა ქვია, არ გამოვიდეს რაღაც ხო რა. მე ვერდებ საერთოდ ქართულად კრიტიკას, იმიტომ რომ ვერ ხალხი მიბრაზდება. არა, მე თვითონაც ვცდილობ რომ დავავიწრო, უბრალოდ რახან ჯერჯერობით არ ვიცი, სავარაუდო სათაური უნივერსიტეტს ასე წარმოქმნა და მე კარგი იდეა, უბრალოდ მე იმის თქმა მინდა შეთვის რომ აი როცა მე წყაროებთან საერთოდ მუშაობის დროს უნდა გქონდეთ ცოტა ისეთი ფაქის დამოკიდებულება, რომ როგორ გითხრა, რომ აი არ მოხდეს ისე რომ რაღაც თეორიაში იმუშაო, ანუ ასე ვთქვათ, მოხვდე რაშიც არაპირებდი. ძალიან ბევრი ასეთი ნაშრომი არის ძალიან ხისტი თეორიული ჩარჩოს შიგნით გაკეთებული. აი რაც მე ჰანას ურჩიე თავის დროზე ის რომ წამით ამას რომ ის რომ დაუშვათ გრამატიკალიზაციის თეორიიდან გამომდინარე მეთქი შეეცადე იმუშაო თქო, აი ამას გირჩევ შენს, იმიტომ რომ თუ კი body parts მიადგები ყველაზე კაი ეს არის. აი ეს არის ესეთი მოდით ამას ჩამოვწვევ თავ და უბრალოდ ის რაც ეს არა. body part idioms, okay? აი ამ ტექსტში, აი სტატიის ტექსტში, თუ კი ახლა მაგალითად თქვენ ნახავთ, ბოდიში heart. ნახეთ გული, ჰანა, შენ ხო გაინტერესებდა? Have a big heart. მაგალითად, დიდი გულის ქონა. საქართველოში, ქართულში რას ნიშნავს? აბა, რომელი მეტაფორაა? დიდი გული აქვსო. ნახტობა კიდე რა კონტექსტია. Have a soft spot in one's heart for someone or something. ანუ ესეც ცოტა ესეთი კონტურების სახითაა მარტო მოცემული. Open heart to someone, გული გაუხსნა ვიღაცას. ხო? ანუ გული აქ როლს თამაშობს. გადაუშალა. ხო, გადაუშალა. Example. The man is a big heart. წაღან რა თქვით გულზე? წაღან მიკითხეთ რას ნიშნავს? ის აი წაღან რო თქვით ბლატაობს, ეგრე გამოვიდა დიდი გულებს, დიდ გულზეა. დიდ გულზეა, აი მაგალითად დიდ გულზეა, ხო. ხო. აი ესეც საინტერესო ის არის, რა ქვია. ახლა შეგვიძლია მაგალითად რთულ ძიებაში მოვძებნოთ ბოდიში დიდ გულ, ანუ ჩვენ ვეძებთ ბოდიში ჩვენ ვეძებთ ამ შესიტყვებას ჩვენ ვეძებთ აი ამ შესიტყვებას ერთმანეთის გვერდი გვერდ, მაგრამ მე მგონია აი ესე უნდა შეგვეწერა. Oops. ეს რას ნიშნავს? ცოტა ბოდიში კონდენსის ჩვენ აი თუნდა შეგვეტანა აი დიდია გულსიზა ხო არა დიდი გულდასმა ხედავ
აი დიდ გულზე. აი ფაქტიურად ეხა მოდით შევიდეთ სიტყვათა სიაში. სიხშირის მიხედვით არის დიდი გულის ტკივილი. მაგრამ იცი რა, აი თუ შევიტანთ აქ მარტო დიდ. ერთი წუთი, კონკრეტულად ხო, აი სიტყვათა სია, დიდ გულზე, დიდ გულზეა, დიდ გულის წყომას, დიდ გულის, ხო, აი big heart. შეგვიძლია აქ კოლოკაციები ვნახოთ, აი დიდ გულზე. ეს წულუკიანის ქალი ერთი ხანობა ძალიან დიდ გულზე იყო. ეს პოლიტიკურია. ამიტომაც არის დიდ გულზე ტოჟემნე გაუკვირდა, დეგნერატი სელაპი. რატოა დიდ გულზე ბაქრაძე? სულ პოლიტიკური ტექსტებია. ზლატანი ნაკრებ დიდ გულზე უბრუნდება, შვედური პრესის ცნობით. ეს ჰანამიცის მინცა. იბრაჰიმოვიჩი. ლუის ჰამილტონიც დიდ გულზე ჩანს. მოკლედ რა ხვდებით რა, ანუ და მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიდ გულზე რო დაუბრუნდება გულს და გოლს ვერ გაიტანს, შეგიძლია უთხრა ნუბლატაობ, რაც მოგივარ დავითაო ყველა შენი თავით. აი ეს მე ეს არის. აი ეგა. აი პონტია. მოკლედ, მე მიმაჩნია რომ ეს სტატია არის ძალიან კარგი მეთოდურად და არის ძალიან ნეიტრალური თეორიული თვალსაზრისით. ანუ შეგიძლიათ ხშირად გამოიყენოთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ შეეცდებით რომ ჩამრთოთ მე თქვენს ასე ვთქვათ კვლევის პროცესში, მე შემიძლია რაღაც პატარა კორექტურა, საინტერესო კორექტურა მოგცეთ. რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი ლექციის, ასე ვთქვათ, მცირე, ასე ვთქვათ, რომ გავაკეთოთ, საუბარი იყო მონაცემთა ვიზუალიზაციაზე. პირველი 3 ფაქტორი დავახასიათეთ როგორც სუფთა ტექნოლოგიური პროცესი, სადამდეც მივყავართ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მეორე არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მარიფათის და განათლების საქმე, რამდენად სოლიდურ ლინგვისტურ, ან სოლიდურ მეცნიერულ დასკვნებს გამოვსტყუებთ ასე განსურათებულ შინაარსებს. ეს იყო Time magazine-ის ვიზუალიზაცია, მერე charting culture, დაბადების და გარდაცვალების წლები გეოგრაფიულ ფაქტორებთან მიმართებაში, აი ეს big data-ს საუკეთესო მაგალითი. მერე კონკრეტული, მე ახლა ამაზე წინ მე არ წავალ თქვენთან ურთიერთობაში, ანუ ამაზე უფრო კონკრეტულ რჩევებს არ მოგცემ. დაახლოებით სტრუქტურა როგორი უნდა იყოს სამართლებრივი ტექსტების ანალიზის და ავიღე ერთი მაგალითი, ამ ერთი მაგალითიდან ავიღე ერთი სიტყვა და მისი კორპუსული ანალიზი გაჩვენეთ, დაწყებული მასალის მოპოვებით, ანუ კორპუსი არ შემიქმნია, კორპუსის სახეზეა, კორპუსიდან ავიღე მისი ოპერაციონალიზირება განსურათებისათვის და გაჩვენეთ მე ერთ-ერთი ტულით არის კიდე ესეთი GraphQL, ფრანგული პროდუქტია. GraphQL ესე ქვია, არის ძალიან კარგი კოლოკაციებისთვის, თუმცა ცოტა სერვერი ჭედავს, ანუ რამდენჯერაც დავიწყე მისი მოხმარება, ცოტა ტექნიკური პრობლემები მქონდა. Gephi შედარებით მარტივია, თუკი Java-ს ყველაზე ახალი ვერსია გაქვთ კომპიუტერზე. ეს გამოყენება შეიძლება. და მეც ახლა ესთეტიურად ეს ფერები მანდ არ გამომდის, მაგრამ ყველა თქვენგან შეუძლია ამის გაკეთება. იგივე შემიძლია აი თუკი დამატებით მასალას მომაწვდით, იდიომებთან დაკავშირებითაც. პრინციპში ეს იყო მთელი დღევანდელი ლექცია. თუკი რაიმე კითხვები გაქვთ, შემიძლია პასუხი გაგცეთ, ბატონო ჩემო.